ბრიუსელში ნატო საქართველოს კომისიის ხდომა დასრულდა. შეკრება სიტყვით ალიანსის გენერალურმა მდივანმა გახსნა ანდერს ფოგ რასმუსენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება და ნატოს კარი საქართველოსთვის ღიაა. რასმუსენის განცხადებით ოქტომბერში საქართველოს მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყნისთვის მორიგი ტესტი იქნება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ყველა პოლიტიკურ ძალას თანაცხოვრებისკენ მოუწოდა. Bienvenue à cette réunion de la Commission. Გვინდა მივესალმოთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც პირველად ესწრება ამ რანგში ნატო საქართველოს კომისიის შეხვედრას. საქართველოს ალიანსის ღირებული და ერთგული პარტნიორია. ცოტა ხნის წინ მან საკუთარი წვლილი გაზარდა ავღანეთში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უდიდესი კონტრიბუციის ჩემტანი ქვეყანა გახდა. უფრო მეტიც, საქართველოს უკვე მონაწილეობს 2014 წლის შემდგომი მისიის დაგეგმარების პროცესში. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ საქართველოს ერთგულია, რასაც ძალიან ვაფასებთ. ნატოც თავის მხრივ ერთგულია საქართველოს მიმართ, ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში და ასევე მის ევროატლანტიკურ მომავალს. ოქტომბერში საქართველოს მნიშვნელოვანი ტესტი ჩააბარა. საპარლამენტო არჩევნები იყო დემოკრატიული, სამართლიანი და თავისუფალი. მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები ასევე იქნება შემდგომი მნიშვნელოვანი ტესტი. ჩვენ მოუწოდებთ ყველა მხარეს იმუშაონ ერთად, რომ კოჰაბიტაცია შედეგიანი იყოს, რომ გაგრძელდეს საჭირო რეფორმები და დაკმაყოფილდეს დემოკრატიული სტანდარტები, კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის დასაცავად. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის. Au profit des Afghans après 2014. ამ წუთებში კი ნატოს ქვეყნების წარმომადგენლები ავღანეთში მიმდინარე ოპერაციის შესახებ მსჯელობენ. ნათია გოგსაძე საუბრობს დეტალებზე ბრიუსელიდან. ამ წუთებში ნატო შტაბ-ბინაში ავღანეთის კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ალიანსის პოლიტიკა ავღანეთთან მიმართებაში 2014 წლამდე, ეგრეთ წოდებულ გარდამავალ პერიოდში. ამ სხდომაში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ქართული დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. მოგეხსენებათ, საქართველოს არის ნატოს არაწევრი ქვეყანა, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტინგენტი ყავს ავღანეთში. ამ თემაზე დღეს საუბარი მაია ფანჯიკიძეს პარტნიორებთან სწორედ აქ ბრიუსელში ნატო შტაბ-ბინაში ექნება. ჩვენი მისია ავღანეთში პროგრესს აღწევს. ავღანეთის უშიშროების ძალები კი დღით-დღე ძლიერდებიან. ამ დროისთვის მოსახლეობის 70%-ის უსაფრთხოებას ავღანეთის ჯარი და პოლიცია უზრუნველყოფს. 2013 წელს ისინი ქვეყნის უსაფრთხოებაზე მთელს პასუხისმგებლობას აიღებენ. შემდეგ წლებში კი ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები ქვეყნის დატოვებას დაიწყებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან. 2014 წლის შემდეგ დავიწყებთ ახალ განსხვავებულ მისიას, რომლის მიზანი იქნება ავღანური ძალებისთვის რჩევის მიცემა, კონსულტაცია გაწევა და მათთვის წვრთნის ჩატარება. ჩვენს 8 პარტნიორთან ერთად უკვე მიმდინარეობს ამ მისიის დაგეგმარების პროცესი. ჩვენ ერთგული რჩებით მთავარი მიზნის მიმართ დავეხმაროთ ავღანეთს სტაბილური მშვიდობიანი მომავლის შექმნაში. ავღანეთის კონფერენციამდე დღეს დილით მინისტერიალის მეორე დღე გაიხსნა ნატო საქართველოს კომისიის ხდომით, სადაც განცხადება უკვე გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე დღეს ისიც გაიმეორა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი რჩება და საქართველოს ამ გზაზე კიდევ ერთი დემოკრატიული ტესტის ჩაბარება, საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება მოუწევს. ამ შეხვედრას დღეს ესწრებოდნენ პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებებს ხდომის დაწყებამდე აკეთებდნენ. ველით, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კურსი და დამოკიდებულება ჩვენი გაერთიანების მიმართ არ შეიცვლება. ველით, რომ ასე იქნება და ამის იმედიც გვაქვს. საქართველომ ძალიან კარგი საქმე გააკეთა. ახალმა მთავრობამ გარკვევით თქვა, რომ ნატოს წევრობისკენ გზას განაგზობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან საქართველოს სრული მხარდაჭერა აქვს, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი განვითარებისკენ და მიზანს მიაღწიოს. დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია, რადგან პირველი წყაროდან ვისმენთ, რაც გეგმავს ახალი მთავრობა, როგორ აპირებს წინსვლას. ევროპის ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეეცადოს გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ ეს დამოკიდებულია მის განვითარებასა და ძალისხმევაზე. თავარია საქართველოს დარჩეს დემოკრატიულ გზაზე. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ მას განაგრძოს განვითარების ეს მიმართულება. საქართველოს ჩვენი ახლო პარტნიორი ქვეყანაა და აშკარაა, რომ დღევანდელი შეხვედრა ყველას აჩვენებს საქართველოში, რომ დაინტერესებული ვართ მასთან მეგობრობითა და პარტნიორობით. მინისტერიალი ბრიუსელში გრძელდება. ავღანეთის კონფერენციის დასრულების შემდეგ გაიმართება შემაჯამებელი ბრიფინგი ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან. მოგვიანებით კი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ნათია გოგსაძე საუბრობდა ბრიუსელიდან.
ევროსაბჭო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ტექსტში ნათქვამია, საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება უნდა გაამახვილოს პატიმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე საჯარო მოხელეების მხრიდან და გადადგას ეფექტური ნაბიჯები საჯელახსრულების სისტემის გასაუმჯობესებლად. საქართველოში ჩამოსვლამდე ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკომისარი ნილს მუზნიეკი მოითხოვს ციხის სკანდალთან დაკავშირებით მთავარი დამნაშავეების დასჯას, ასევე იმ ადამიანების პასუხისგებასაც, ვისაც კონკრეტული ფაქტების შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. ევროკომისარი აქვე დაასძენს, რომ დამნაშავეების წინააღმდეგ პროპორციული სასჯელი უნდა იყოს გამოყენებული და სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროპაში პატიმართა რაოდენობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც წვრილმანი დანაშაულისადმი ნულოვანი ტოლერანტობის და არაპროპორციული ხანგრძლივობის პატიმრობის შედეგია.